გამარჯობა, მე დათა გვასალია ვარ, თქვენ უყურებთ ახალ ამბებს 4-ზე. დუბროვნიკის საერთაშორისო ფორუმის მეორე დღე. მაღალი დონის დისკუსიებისა და ორმხრივი შეხვედრების ფონზე დღეს განსაკუთრებული ყურადღება ფორუმის ცენტრალურ პანელურ დისკუსიას ეთმობა, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა. ასევე მაკა ბოჭორიშვილი ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებსაც განაგრძობს. დისკუსია, რომლის ფარგლებშიდაც მე მექნება შესაძლებლობა, რომ სიტყვით მიმართო ფორუმის მონაწილეებს შეეხება მულტივექტორულ დიპლომატიას. ეს არის ის საკითხი, რომელიც რელევანტურია საქართველოსთვის არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არამედ ზოგადად გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოზიციები სათანადოდ იყოს გაჟღერებული სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას, ჩვენ ვეძებთ უფრო მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ ის როლი, რომელიც საქართველოს დღეს გამოკვეთილად აქვს რეგიონში და უკავშირდება დაკავშირებადობას, იყოს უფრო ეფექტიანად გამოყენებული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენ სტრატეგიულ მიზნებს და ესეც ძალიან ღიად და ცხადად იქნება დაფიქსირებული. ჩემს გამოსვლაში საქართველოს სტრატეგიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროს ქრისტინე გრიგორიანს შეხვდა. მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. გეკა გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეისთვის მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების შესაბამის სამსახურებს შორის მჭიდრო პარტნიორობას. მხარეებმა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა დაადასტურეს. სუსის ხელმძღვანელი ერევანში მის კოლეგასთან ერთად საზღვრის დაცვის სამსახურსაც ეწვია და სპეციალური ძალების სადემონსტრაციო ჩვენებას დაესწრო. სადემონსტრაციო წვრთნების შემდეგ ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა სპეციალური ძალების ჯავშანტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო პარტნიორობას. ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მიმოიხილეს ორმხრივი ინტერესების სფეროები და იმსჯელეს პარტნიორობის გაღრმავების ძირითად მიმართულებებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფარას კანონის გამკაცრების ინიციატივის ფონზე ქართული ოცნება აცხადებს, რომ უცხოური გავლენებისა და გარეთ ჩარევების პრევენციისთვის დაფინანსების გამჭვირვალობა აუცილებელია და მსგავსი მიდგომა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი. მმართველი გუნდის შეფასებით ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წამყვანი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად შესაბამის მექანიზმებს იყენებენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობაში საქართველოს შემთხვევაში ფარას ანალოგიურ კანონმდებლობას აკრიტიკებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ მსგავსი კანონის გამკაცრება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მისაღებია. როცა ჩვენ საუბრობთ ფარას კანონზე თუ ნებისმიერ სხვა კანონზე, სახეზე გვაქვს რა თქმა უნდა, თავის ინტერესების დაცვა. შეერთებულ შტატებში ფარას კანონმდებლობის გამკაცრებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა იმ სრულიად მავნებლურ პოლიტიკას, რასაც რადიკალები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათი დამფინანსებლები იქნებოდა ეს ევრობიუროკრატია თუ ბაიდენის ადმინისტრაცია აწარმოებდა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების დროს. როგორ უწოდეს მას რუსული კანონი, მაშინ როდესაც ფარა იყო სიტყვასიტყვით გადმოთარგმნილი და როგორ შეეცადნენ ქართველი ხალხის აღელვებას იმ მოცემულობაში, სადაც პირიქით ეს კანონმდებლობა სწორედ ქართველ ხალხს იცავს
გავს გარე შემოდინებებისგან, შავი ფულისგან, რადგანაც შავი ფულით და უცხოეთიდან არ უნდა ფინანსდებოდეს პოლიტიკა. უნებრივად ისმის კითხვა, რომ ეს ორმაგი სტანდარტი რამდენად დამაზიანებელია საქართველოსთვის, მაშინ, როდესაც შეერთებული შტატებისთვის, საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებისთვის, კანადისთვის არის აუცილებელი გამჭვირვალეობის კანონმდებლობის არსებობა, ხოლო საქართველოში თურმე ეს ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა და ჩვენი დაცილება დასავლურ ღირებულებებთან. ჩვენ როდესაც საუბრობდით, რომ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, დესტრუქციული პოლიტიკა ტარდებოდა, სწორედ ეს დესტრუქციული პოლიტიკა ფინანსდებოდა უცხოეთიდან. ამიტომ აუცილებლობა მოიტანა, რომ ეს გამჭვირვალობის კანონი ჩვენთანაც ყოფილიყო. მაგრამ სწორედ იმ ძალებისათვის, ვინც ამ, ასე ვთქვათ, ფარული დაფინანსებით, ამ ფარული დაფინანსების წყალობით ახორციელებდა ამ დესტრუქციულ პოლიტიკას, გარეთ თუ შიგნით, რა თქმა უნდა, მათ ეს არ მოეწონათ. და ამიტომ ცდილობდნენ, რომ მოსახლეობა, რომელიც არ იყო ჯერ თავის დროზე ამაში გათვითცნობებული, შეეყვანათ გარკვეულ, ასე ვთქვათ, შეცდომაში, ნებათა ყელვა გამოეწვიათ. უცხოეთიდანაც გვახსოვს ჩვენ განცხადებები, რომ ეს არის რუსული კანონი, არადა სინამდვილეში ეს არის სიტყვასიტყვით გადმოწერილი სწორედ ამერიკული კანონი და ევროპული და მსოფლიო პრაქტიკა. აღნიშნული ფარას კანონი, რომელიც გაცილებით უფრო, ესე ვთქვათ, მკაცრი კანონია, ვიდრე იყო ჩვენი, რაც მივიღეთ საქართველოში, კიდევ უფრო ამკაცრებენ, რომ რაიმე ტიპის გვერდის საულით არ მოხდეს შავი ფულის, ესე ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესე ვთქვათ, შედინება და ისეთი პროცესების განვითარება, თუნდაც როგორცაც ცდილობენ, რომ ყოველ შემთხვევაში საქართველოში განვითარებულიყო. ხო და ამას რა პროცესები მისდევდა თან, ყველა კარგად ხედავდით, როდესაც ჩვენ აღნიშნულ კანონს ღებულობდით, მაშინდელი ევრობიუროკრატია, მაშინდელი დღევანდელი, რომელიც დღემდე აკრიტიკებს აღნიშნულ კანონს და მაშინდელი ბაიდენის ადმინისტრაცია თუ რა შეფასებებს, რა მკაცრ შეფასებებს აკეთებდა, როდესაც ჩვენ ამ აღნიშნულ კანონს ღებულობდით და ეს კანონი არის ძალიან აუცილებელი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, განვითარებისთვის და უპირველეს ყოვლისა მშვიდობისთვის. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას მიერ შერჩეული ექიმთან მაკა იოსელიანთან შეხვედრის მზადყოფნა ნებისმიერ დროს არსებობს, რათა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამომავლო მკურნალობის ტაქტიკა დეტალურად განიხილონ. მისივე თქმით, ექიმს დაუყოვნებლივი შეხვედრა პარასკევს შესთავაზეს, თუმცა მაკა იოსელიანმა დროის უქონლობის გამო შეხვედრა ორ შაბათამდე გადადო. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ უწყება მზად არის პროცესს ოპერატიულად და პროფესიონალურად მოეკიდოს. როდესაც ექიმი აფასებს ასე მდგომარეობას პაციენტისას, რომ მას გააჩნია ისეთი ტკივილები, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, მე ვფიქრობ, რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მას უნდა გადაედო ყველაფერი და ეს უნდა ყოფილიყო მისთვის უმნიშვნელოვანესი, რომ მომხდარიყო ჩვენთან შეხვედრა, გაგვეცვალა, ასე ვთქვათ, აზრები, დაგვეგეგმა დაუშვათ შემდგომი, ასე ვთქვათ, მკურნალობის ტაქტიკა, სანამ ჩვენ არ შევაფასებთ, ასე ვთქვათ, რეალურ მდგომარეობას მის მკურნალ ექიმთან ერთად, ეს არის კიდევ ერთხელ განმეორდები მართლაც რომ აბსურდის თეატრი, იმიტომ რომ ბრიფინგებით საუბარი, როდესაც ექიმი გამოდის და იძახის, რომ ადამიანი განიცდის, ასე ვთქვათ, საშინელ ტკივილებს და ამ დროს ბრიფინგებით ესაუბრები პენიტენციურ სამსახურს, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ არ ვიცი, ყველაფერს მოკლებული არის. მინდა ვისარგებლო, ასე ვთქვათ, სიტუაციით და მივმართო ქალბატონ მაკას იოსელიანს, შავრდებული ელენე ხოშტარიას ექიმს. მზად ვარ ნებისმიერ დროს, რომ შევხვდე მას. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილეებთან ერთად რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე გურიის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. სულხან თამაზაშვილმა პოლიციის დეპარტამენტებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე საპოლიციო მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესები და საკითხები განიხილა. მინისტრი რეგიონებში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია და თანამშრომლებს გაესაუბრა. ვიზიტის ფარგლებში მან ასევე სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
უხმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ასევე ეზოები. ასევე სახნავს ათესი ფართობები. სტიქიამ დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, შიდა გრუნტოვანი გზები და ხიდების ნაწილი. სენაკის მერიის ინფორმაციით სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემურ ლოკაციებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებიან, ხოლო მოსახლეობის შეტყობინებებზე რეაგირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. პატრიარქი ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს 8 წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს. ცნობისთვის 8 წლის ინგუში ბიჭი, რომელმაც მეგობრის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. მისი ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 10 კილომეტრის მოშორებით მაშველებმა იპოვეს. ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად. ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და მწუხარებასთან ერთად კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა, მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად. უფალმა მოგმადლოთ ნუგეში, მხნეობა და სულიერი ძალა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ ფინანსური ბაზრების ნდობა გააძლიერა. IMF-ის კვლევაში, რომელიც საქართველოში სავალუტო რეზერვების ადეკვატურობას მიმოიხილავს, აღნიშნულია, რომ სავალუტო რეზერვების ზრდამ 2026 წლის დასაწყისში ევროფონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდის მიუხედავად, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩა, რაც საერთაშორისო რეზერვების გაზრდილი ბუფერების ფონზე ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებას ასახავს. ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა მაისის მდგომარეობით 7 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა საქართველოს ეკონომიკას. სწორედ ეხლახანს გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა, სადაც არის აღნიშნული ის, რომ რეზერვების დაგროვებამ გააძლიერა ფინანსური სექტორის ნდობა, რამაც დამატებით ხელი შეუწყო 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებით რეფინანსირებას. ასევე კვლევაში აღნიშნული არის ის, რომ რეზერვების დაგროვების ფონზე მნიშვნელოვნად არის გამტკიცებული ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, რაც მსოფლიო ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, საქართველოში გაცვლითი კურსი სტაბილურად ნარჩუნდება. მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სამხრივი სწავლება კავკასიის არწივი 2026 დასრულდა. ცერემონიალი მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში გაიმართა. სწავლებაში მონაწილეებს სიტყვით საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო უწყებების წარმომადგენლებმა მიმართეს და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს. სამი ქვეყნის ერთობლივი პრაქტიკული სწავლებები ბოლნისში სპეციალური ოპერაციების სარდლობის საპარაშუტე მომზადების სკოლასა და მუხროვანში მიმდინარეობდა, სადაც პირობით ობიექტზე კომბინირებული რეიდები განხორციელდა. საცეცხლე მხარდაჭერით მოიერიშე ჯგუფებმა განახორციელეს შენობების წმენდა, საინჟინრო აფეთქება და მოწინააღმდეგის განეიტრალება. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხრივი სწავლება კავკასიის არწივი 2026 ყოველწლიურად როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. შემდეგ წელს სწავლებას აზერბაიჯანი უმასპინძლებს. რუსთავში მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა ოფიციალურად დაიწყო. გამწვანების პირველი ეტაპი ქალაქის შესასვლელთან გზაგამყოფ კუნძულსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, სადაც 250 ძირი ხემცენარე დაირგო. გამწვანების ღონისძიებებში მონაწილეობა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ქალაქ რუსთავის მერმა, სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ერთობლივად მიიღეს. პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ურბანული გარემოს გაუმჯობესებასა და ეკოლოგიურად მდგრადი სივრცეების შექმნას. მსგავსი გამწვანების ღონისძიებები ეტაპობრივად საქართველოს სხვა ქალაქებშიც განხორციელდება.
ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, ეს არის მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის, რომლის მიზანიც არის ჩვენს ქალაქებში, დასახლებულ პუნქტებში ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელობაზე, არამედ მომავალ თაობებზე იქნება ორიენტირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა ჩვენი ქალაქებისთვის, დაბებისთვის აუცილებელი, არამედ მნიშვნელოვანი არის რეკრეაციული სივრცეების შექმნა, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ დღეს, არამედ მომავალზე იქნება გათვლილი. ამ ტიპის მასშტაბური გამწვანება ჩვენი ქალაქისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თითოეულ რუსთაველს კარგად გვესმის დღეს, რამდენად აუცილებელია ჩვენი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. მადლობა მათ ჩვენ ამ მასშტაბს უბრალოდ ქალაქის მასშტაბით ნამდვილად ვერ შევძლებდით, რომ ამ მასშტაბის პროექტი განხორციელებული იყო ჩვენთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამწვანების პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, გაგრძელდება, კიდევ არაერთ არეალს მოვიცავთ. პროგრამის ფარგლებში დღეს რუსთავის შესასვლელთან დაირგო 300-მდე სხვადასხვა სახეობის ხენარგავი, ასევე რუსთავის ტერიტორიაზე რამოდენიმე ბაღში მოეწყო გამწვანების აქცია და ჯამში დაირგო დაახლოებით 1000-მდე ნერგი. პროგრამა მიიღებს კამპანიურ ხასიათს და გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ერთი მხრივ მნიშვნელოვანია როგორც ტერიტორიის გალამაზებისთვის, ისე კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთვის. ეს იყო ახალი ამბები 4-ზე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან, ერთმანეთს 7-ზე შევხვდებით დროებით.